არსებობს სიწმინდეები, რომელთა მნიშვნელობას მხოლოდ სიძველი არ განსაზღვრავს. მათი განსაკუთრებულობა იმ ისტორიაში, კულტურასა და სულიერ მემკვიდრეობაში იკითხება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ინახავენ და თაობებს გადასცემენ. ამ ისტორიის ყველაზე ცოცხალი კვალი კი სწორედ უბისის მონასტერში გვხვდება, სადაც 100 წლეულების განმავლობაში ინახებოდა და მდიდრდებოდა ქართული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობა. აქ მოღვაწეობდნენ ბერ-მონაზვნები, იქმნებოდა საეკლესიო ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. ხოლო დღემდე შემორჩენილი ფრესკები საქართველოს მდიდარ ისტორიულ წარსულზე მოგვითხრობს. უბისის მონასტრის ისტორია მე-9 საუკუნიდან იწყება. სწორედ ამ ადგილს უკავშირდება ქართველი სასულიერო მოღვაწის, გრიგოლ ხანძთელის სახელი. გიორგი მერჩულეს ცნობით, მონასტერი აფხაზთა მეფის, დემეტრეს მხარდაჭერით აშენდა და მას თავად გრიგოლ ხანძთელმა უწოდა, სახელად უბე. გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ტაძრებიდან ერთადერთი ტაძარია უბისის ტაძარი, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზეა. როცა ამ ტაძრის მშენებლობა დაიწყო, ტაძრის ერთ-ერთი წარწერა გვამცნობს, რომ აღმშენებელი ყოფილა ვინმე მავრიკი, რომელიც გრიგოლ ხანძთელმა მოავლინა. აქ ბუნებრივია, მაშინ აქ სოფელი არ იყო, იყო მხოლოდ მთებით გარშემორტყმული ულამაზესი ადგილი და ტაძრის სახელწოდება უბეც სწორედ ამ გეოგრაფიული ლანდშაფტიდან გამომდინარე ეწოდა ამ ტერიტორიას. უბისა არასდროს ყოფილა მხოლოდ სალოცავი სივრცე. 100 წლეულების განმავლობაში ის მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც სანთლის შუქზე იწერებოდა ხელნაწერები. აქვე ვითარდებოდა ხატწერისა და ჭედურობის ტრადიცია. ყალიბდებოდა საეკლესიო ხელოვნების სკოლა და იქმნებოდა ის სულიერი მემკვიდრეობა, რომელმაც მონასტერს ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ჯერ კიდევ გრიგოლ ხანძთელმა მე-9 საუკუნეში მოიტანა უნიკალური ხელნაწერები, რაღაც დოკუმენტები, საბუთები და ამ პერიოდიდან იწყება უბისის მონასტერში ბიბლიოთეკის შექმნა, რომელიც შემდგომ უკვე მე-12 საუკუნეში სერიოზული ბიბლიოთეკა ყოფილა აქ. ისტორიული წყაროები და ხალხური გადმოცემები მონასტერს თამარ მეფის სახელსაც უკავშირებს. გადმოცემის თანახმად მეფე უბისას ხშირად სტუმრობდა და ღამეს მონასტრის კოშკში ათევდა. სწორედ ამ ეპოქას უკავშირდება წყალმომარაგების სისტემის მოწყობაც. ხალხურ მეხსიერებაში დღემდეა შემორჩენილი სიტყვები: უბის ავაგე საყდარი, უწყლოსა წყალი ვადინე. სპეციალური კერამიკული ფილებით მონასტრის ტერიტორიაზე შემოუყვანიათ წყალი და ამ კერამიკული ფილების რაღაც გარკვეული ნაწილი ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში არის დაცული. სოფლის სახელწოდებას რაღაც ლეგენდა თამარ მეფესაც უკავშირებს, რომ თამარ მეფეს უბის წიგნაკი ჩამოვარდნია მესამე სართულიდან ღამე. შემდეგ ლეგენდად გავრცელდა, რომ თამარ მეფემაც უწოდა ამ ადგილს უბისა, თავის უბის წიგნიდან გამომდინარე. 1041 წელს მონასტერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა შეემატა. დემეტრე პირველის მეფობის დროს სიმონ ჭყონდიდელმა აქ 4 სართულიანი კოშკი ააგო, რომელსაც დღეს უბისის სვეტის სახელით იცნობენ. თითქმის 9 საუკუნეა, რაც ეს 4 სართულიანი კოშკი უბისის მონასტერს გადმოჰყურებს. საინტერესოა, რომ თითოეულ სართულს თავისი დანიშნულება ჰქონდა: საცხოვრებელი, სამლოცველო თუ სამუშაო სივრცე, რაც შუა საუკუნეების სამონასტრო ცხოვრების უკეთ წარმოდგენაში გვეხმარება. მაშინ არ იყო ხის კიბე, ძელი იყო, რომელზეც საფეხურებით ადიოდა, შიგ შედიოდა ადამიანი. შემდეგ ამ ძელს შეიტანდნენ კედიაში და დაბლა აღარ ჩამოდოდა განკვეული პერიოდის მანძილზე, ეგრეთ მარხვების პერიოდში. უბისის ყველაზე დიდი განძი მის კედლებზეა შემონახული. მონასტრის მთავარი ტაძარი მე-14 საუკუნეში მოიხატა. ხელოვნებად მცოდნეები ფრესკების შექმნას მხატვარ დამიანეს და მის მოწაფე გერასიმეს უკავშირებენ. მიუხედავად გასული საუკუნეებისა, ფერები, კომპოზიციები და სახეები დღესაც საოცარი სიზუსტითაა შემონახული. როგორც ხანძთელის სპეციალისტები ამბობენ,
აქ ძალიან კარგად არის დაცული ეგრეთ წოდებული პროპორციების საკითხი. ფერები ძალიან თბილია, განუმეორებელი და ამ პერიოდის განმავლობაში მას რაიმე აღდგენითი სამუშაოები არ შეხებია. შესრულებულია სულ 63 ნამუშევარი. ხელოვნებად მცოდნეები ამბობენ, რომ უბისის ფრესკები ქართული ფერწერის ოქროს ფონდს ეკუთვნის. განსაკუთრებული მნიშვნელობა კი საიდუმლო სერობას ენიჭება. კომპოზიციას, რომელშიც მხატვარმა არა მხოლოდ ბიბლიური ამბავი, არამედ ადამიანური განცდები, მოლოდინი და დრამატიზმიც გადმოსცა. კვლევართა შეფასებით, ეს ნამუშევარი ევროპული რენესანსის ეპოქამდე თითქმის 1 საუკუნით ადრე შეიქმნა. თუ ლეონარდო ვინჩისთან სკამებზე ზიან ქრისტეს მოციქულები, აქ ზიან ბალიშებზე, თუ იქ გველთევზა მაგიდაზე, ადამიანის შემოქმედებაში მაგიდაზე დევს კალმახი თევზი, განსაკუთრებულად ქრისტიანული მომენტებით გაჯერებული და 1 საუკუნით ადრე შექმნილი. ეს გვაფიქრებინებს და გვაამაყებს კიდეც, რომ საქართველოში 1 საუკუნით ადრე დადგა რენესანსის ეპოქა, ვიდრე ეს დადგა ევროპაში. ლეგენდის თანახმად, ტაძრის მიტოვების შემდეგ, პირველი ადამიანი, რომელმაც ეკალბარდით დაფარული მონასტერი აღმოაჩინა და მისი მოვლა დაიწყო, გვარად მსახურაძე გამხდარა. მოგვიანებით, სწორედ ამ გვარისგან ჩამოყალიბდა დღევანდელი სახვაძეების გვარი. ასე გადაიქცა მონასტრის გარშემო არსებული სივრცე სოფლად, რომლის ისტორიაც უშუალოდ ტაძრის ისტორიასთან არის დაკავშირებული. ეს ყოფილა პირველი ადამიანი, რაღაც გარკვეული პერიოდის შესვენების შემდეგ, რაც ტაძარში აქტიური ცხოვრება არ იყო, რომელმაც ტაძარს მიხედა, უპატრონა და გვარად მსახურაძე შეურქმევია საკუთარი თავისთვის. შემდეგ ეწოდა სახუაძე ამ გვარს და დღეს უფრო გაკეთილშობილდა და სახვაძეთ არის იგივე გვარი ცნობილი, მსახურაძიდან სახვაძემდე მოვედით და სწორედ სახვაძეებით არის ეს სოფელი დასახლებული. უბისის მონასტრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი აბაშიძეთა საგვარეულოს უჭირავს. მე-16 საუკუნიდან ისინი ტაძრის ერთ-ერთ მთავარ ქტიტორებად გვევლინებიან. ადამიანებად, რომლებიც მონასტრის სულიერ და მატერიალურ გამტკიცებას ემსახურებოდნენ. მე-19 საუკუნის განმავლობაში მათი ღვაწლით იყო ეს ტაძარი. სწირავდნენ ხატებს, ჭედურ ხატებს, ტაძრის აღდგენა, განახლება იყო. გიორგი ბოჭოიძემ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს აღმოაჩინა მე-16 საუკუნეში ოქრომკერდით მოქარგული უბისის გარდამოხსნა. ეს არის უნიკალური ნაქარგობა, რომელიც ამჟამად თბილისში ხელოვნების მუზეუმში ინახება. მე-20 საუკუნეში, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, უბისის მონასტერმაც გაიზიარა ის მძიმე რეალობა, რომლის წინაშეც ქვეყნის არაერთი ეკლესია და მონასტერი აღმოჩნდა, თუმცა მისი სულიერი და ისტორიული მნიშვნელობა ვერავინ წაშალა. 1980-იანი წლებიდან მონასტერში მსახურება კვლავ აღდგა. დღეს უბისა ცოცხალი სულიერი კერაა, სადაც რეგულარულად ტარდება ღვთისმსახურება, იზრდება ახალი თაობა, ისწავლება გალობა, ხატწერა და ქართული ტრადიციები. აქ აღვიკვეცებ ვერად, ამერკამოამა პაისის სახელად. ვეწევი მსახურებას ამ რეგიონში, ღვთისმსახურის ეკლესიაში. იზრდება ახალი თაობა, რომლებიც სწავლობს გალობას, გვაქვს ხატწერი სოფელში, რომელიც ნამუშევრები აქაც გვაქვს. 10 წლების მანძილზე მრევლი ერთგულად ლოცულობს ამ ტაძარში. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ადამიანები სტუმრობენ და მოილოცავენ. ტაივანიდან დაწყებული. უბისის კედლებზე შემორჩენილი ფრესკები, საუკუნეების წინ დაწერილი ისტორიები და დღემდე გაჟღერებული ლოცვა ერთ დიდ ამბავს ყვება. ამბავს, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე ინარჩუნებს. იმ სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას, რომელმაც უბისა ქართული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნაწილად აქცია.